ვიცოდი ნამდვილად ახლა. ანუ მის მინე 2 დაკაკუნებაზე ამოვედი მე. 3 დაკაკუნებაზე ამოვამიშა. 4 დაკაკუნებაზე ცოტა ფრთხილად უნდა იყო, იმიტომ რომ ზელენსკის ძირავს და შეიძლება გაიხვიძოს და ამოვიდეს. ანუ ესე იგი 3ჯერ დავაკაკუნო და ამოვა? 2-ზე ამოვედი მე, 3-ზე აქედან არ ამოვამიშა. შეიცვალა უკვე გეგმა, ამოვა წლიდან. დაიცა, იქნება აქედანაც ამოვიდა. აქედან არ ამოვა, წლიდან ამოვა. ანუ ესე იგი 3ჯერ დავაკაკუნო. 3ჯერ დაკაკუნე და ვსვამ ამოვამიშა. Ვალო, შეხალკაცო. აი ხო გითხარი. 3-ზე ამოვიდა წლიდან. სალამი. ძალიან არგელონი მართლა მე მეგონა ოთახში იყავით დამალული და ამიტომ ვაკაკუნებდი. მე სხვა ხალხს მოველოდი აქ. საერთოდ სხვა ხალხს, ხო? ანუ 3ჯერ დავაკაკუნე არ ამოხედით და მე მე გავებით კომახებში. არა მე ვარ ახლა მე სასაუბროდ ჩამოვედი. წამობდანით მაშინ გამოიცვალე და დავიმოხვიდოდი, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ როგორც მე ქართულმა უსაფრთხოების სამსახურმა მომაწოდა ინფორმაცია რომ უნდა ყოფილიყავი დამალული შიგნით იმაში. ხო, მაგათ ყოველთვის აქვს ზუსტი ინფორმაცია საქმერაშია რომ ხანდახან ცდებიან ხოლმე. აი, ცოტათი ცდებიან ხოლმე ეს ერთი. მეორე ხო ხედავ გაუპარსავი ვარ. 6 თვეა ვარ დამალული. შენ გაგაშენა ღმერთმა რომ ამომიყვანე, იმიტომ რომ ესე იყო დათქმული რომ სანამ მორზეს ამბანი 3ჯერ არ მიგაკურებდა, არ უნდა მომეყო თავი. თან მქონდა კონსერვები ჩატანილი, მე ის კონსერვები დამიმთავრდა, მე გადავედი თევზის ჭამაზე, მე მოლუსკებზე. უკრაინიდან ოდესის ჩორნომორსკის პორტიდან საქართველოს მიმართულებით 5 დღეში ერთხელ 3 დასახელების ბორანი გამოდის. ესენია კაუნუსი, გრეისფილდი და ვილნიუსი. ნებისმიერ ბორანს ჩორნომორსკიდან ფოთამდე ჩამოსასვლელად 38-დან 45 საათამდე სჭირდება. ყოფილი პრეზიდენტი უკრაინიდან ჩორნომორსკის პორტიდან ერთ-ერთი ამ ბორანით სწორედ ფოთში ჩამოვიდა. ჩვენი ინფორმაციით უკვე 28 სექტემბერს ღამით მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. 29 სექტემბერს გამთენიისას სააკაშვილი ფოთიდან ჩავიდა ბათუმში. ბათუმში ის მსუბუქი ავტომობილით მამაშვილმა წოწორიებმა წაიყვანეს, რომლებიც სავარაუდოდ ცომაიას და სააკაშვილს ფოთშივე დახვდნენ. მას შემდეგ რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოვიდა, პირველი რაც მან გააკეთა, იყო ის, რომ მოინახულა ქალაქი ბათუმი. ეს არის გოგებაშვილის ქუჩა, ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილმა პირველი ვიდეო მიმართვა ჩაწერა და სოციალურ ქსელში ამ მრჩევლს გაუზიარა. ეს არის ჩემი ბათუმი. ორში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, ვიცით ხმა ნაციონალურ მოძრაობას. დარავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც სატელიტებს, თუ ნაციონალურ მოძრაობამ არ მოგწოთ, მიეცეთ შედარებით პატიოსთან პატარა პარტიებს. საქართველოში ჩამოსვლიდან მესამე დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აი ამ კორპუსში დღის პირველ 2 საათზე უკრაინის ნომერზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონი ჩართო. გააზრებულად ჩართული ტელეფონის სიგნალი მალევე დაიჭირეს ძალოვანმა სტრუქტურებმა, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ეგრეთ წოდებული სპეცოპერაცია დაიწყო. ახლა მე დამაკავებენ თბილისში, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არაფერს არ შეგეშინდეთ,
ხვალმით დარჩენებზე მიეწეთ ხმა და სამში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა თქვენ იცით, მე ვარ ძალიან მტკიცედ, მდგრად, ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გქონდა. მე არაფერს მეშინია და თქვენც უნდა შეგეხმაროთ.